წუთებში პარლამენტში ფასების დროებითი კომისიის ფარგლებში კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელ კომპანიებს უსმენენ. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3224%-ით გაიზარდა, მთავარი ბაზრები თურქეთი, მალტა და სინგაპურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ შუორგოლის კორუფცია სერიოზულ გამოწვევად რჩება. სუსმა გუშინ 13 საქმეზე 29 პირი დააკავა. იანვარში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 101 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, წლიურად კლება 22.5%-ია. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ამ წუთებში პარლამენტში სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის საკითხზე შექმნილი დროებითი კომისიის მორიგის ხდომა იმართება. კომისიაზე დღეს კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს უსმენენ. როგორც ხდომაზე მწარმოებლების ნაწილმა განაცხადა, პროდუქციის ფასწარმოქმნის მნიშვნელოვან როლს თამაშობს რიტეილ სექტორის მხრიდან მიმტოდებლებისთვის დადგენილი წესები, მათ შორის ეგრეთ წოდებული ქეშბექები და სხვა ტიპის გადასახადები. ჩემი კოლეგა ანუკა ჯუხაძე მუშაობს პარლამენტში და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმები. რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები? Luța მოგესალმები. Როგორც ახსენე, დღეს ფასების კომისიაზე საკვების მწარმოებლებს ხვდებიან. დღესაც სხვა კომისიების მსგავსად მთავარი აქცენტი უშუალოდ შეხვედრაზე კეთდება მწარმოებლებსა და რიტეილ სექტორს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ერთ-ერთი პირველი მომხსენებელი კომისიაზე იყო ბიზნესმენი სანდრო რატიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა რიტეილსა და მწარმოებლებს შორის არათანაბარ პირობებს, მათ შორის მაღალ გადასახადებს, იყო ნახსენები ეგრეთ წოდებული ქეშბექი და ზოგადად ქსელში შესulis გადასახადი. ასევე გამოიყო ქსელების მხრიდან ჩარიცხვების დაგვიანების საკითხი, როგორც რატიშვილი ამბობს, ხშირად ჩარიცხვები 1 თვიდან 45 დღემდე სჭირდება ჩარიცხვებს, რაც მწარმოებლებს საბრუნავი კაპიტალის გარშეტოვებს, მათ უწევთ შესაბამისად ცესხების აღება, რომელიც მაღალ პროცენტშია, ამ ყველაფერს ემატება DGG და შესაბამისად მომხმარებლებს თაროებზე პროდუქცია მაღალ ფასად ხვდებათ. მათ აქვს სისტემატიური აქციების, ასე ვთქვათ, პოლიტიკა. და ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას არ განვიხილავ ახლა, უკვე ძალიან კარგად არის მიჩვეული ამ აქციების, ასე ვთქვათ, აქციების სამყაროში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის იმიტომაც, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობა დღესდღეობით ჯერჯერობით არ აძლევს საშუალებას. ზეპირად იციან, რომ პროდუქტზე მოსახლეობას გულისხმობ. ამიტომ ეს აქციები არის ის პროცესი, რითაც ისინი სტიმულირებენ გაყიდვებს. ხშირად ხდება პარადოქსული სურათია, ასააქციო ფასი ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე მიწოდების ფასი. აი ამის გამო, რომ აი ამ ხელა ქეშბექის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი, მე ხა ობიექტურებიც უნდა ვიყოთ, რომ ამ სააქციო ფას პერიოდის დროს ჩვენ აღარ ვთხოვენ ფასდაკლებას. ამ ქეშბექიდან ფინანსდება ეს და აქ სხვა პრობლემაა დამალული. აქ არის კონკურენციის მოსპობის საკითხი. ანუ სხვა პატარა მაღაზია, ვთქვათ, არა ის სავაჭრო ქსელი, ან ის სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ეს პირობები არ აქვს, მასთან იგივე პროდუქტი უფრო ძლიერი დარჩა თაროზე და ის ვეღარ ყიდის. მაღალ ქეშბექებს და ზოგადად რიტეილ სექტორსა და მწარმოებლებს შორის არსებულ პირობებზე რამოდენიმე კითხვა დასვა უშუალოდ კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა მათ შორის აქცენტი გააკეთა იმ საკითხზე, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ქეშბექის გაუქმება მოხდება. ბერეკაშვილი ამბობს, რომ ქეშბექის გაუქმებას თუ შემცირებას შესაძლოა საბოლოო ფასზე გავლენა არ ჰქონდეს, შესაბამისად მას არ აქვს მოლოდინი, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრის გზა. Cashback არის ურთიერთობის პრინციპი, რომელიც სულ შეიძლება გააუქმოს და მაგალითად მე რომ ვიყო მოწინააღმდეგე მხარეს, რას გეტყოდით, აი სუპერმარკეტ, კარგით გადავიდეთ ნეტ ურთიერთობაზე. გეტყვით, რომ ნეტ ურთიერთობაზე გადავიდეთ და თქვენი ფასი რაც არის 2 ლარი პროდუქციის იმ ფასად წავიღებ, აღარ იქნება ის
45% cashback-ი, მაგრამ საბოლოო ფასზე ეს გავლენას მოახდენს, კითხვა ამაშია, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეს არის. მოახდენს თუ არა საბოლოო ფასზე გავლენას და იმ პრინციპით, როგორც თქვენ აღწერეთ cashback-ი, მე დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, რომ საბოლოო ფასზე გავლენა მოახდინოს. ეტაპზე პირველ გოლში ჩვენ გავაუმჯობესებთ საოპერაციო ხარჯებს, მივიღებთ ეფექტურ ბიზნეს პროცესს, თუმცა ეს გარანტირებულად ჩვენ არ მოგცემთ საბოლოო ჯამში, ბიზნესმენი ძალიან დებით და დამეხოთახდებით საბოლოო ჯამში ეფექტურ მექანიზმს, რომ ფასი კორექცია მოხდეს კლებისკენ. მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია გადახდის პირობების გაუმჯობესება, კონკურენცია ვერტიკალურ ჯაჭვში კონკურენციის გაუმჯობესება, როდესაც კომპანიებს უფრო მეტი მოლაპარაკების ძალას მისცემს და შემდეგ თავისუფალი ბაზარი თვითონ განსაზღვრავს საუკეთესო ფასს ჩვენი მომხმარებლისთვის. ქსელებთან ურთიერთობისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა კომპანია სანდომის თანადამფუძნებელმაც. მისი თქმით, კომპანიის პროდუქტის შეტანაზე ერთ-ერთი მსხვილი ქსელური მარკეტისგან უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ რიტეილ სექტორის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ უკეთესი პირობებით შეთანხმდნენ სხვა მწარმოებელთან, როგორც ის ამბობს. მიღმა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის იმპორტირებული პროდუქციისთვის, ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც შემოდის რუსეთიდან, უკრაინიდან და მათ შორის თურქეთიდან კონკურენციის გაწევა, რადგან ეს პროდუქცია ქართული სუპერმარკეტების თაროებზე ბევრად უფრო დაბალ ფასად და ხელსაყრელი პირობებით ხვდება. ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გაერთიანა დაახლოებით 1300-დან 1500 მაღაზიამდე, გითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართ. ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, ხომ შეიძლება რაღაცას არ დავთანხმდეთ, არსებობს რაღაც პირობები, შეიძლება არ დავაკმაყოფილეთ ეს პირობები, თუმცა პირობები ყველა ცალმხრივია. ქსელური არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა 10 წლის უკან, როდესაც არავინ არ განიხილავდა და არავინ არ ფიქრობდა, რომ დღეს ამ დონეზე მივიდოდით, ჩაგვიწერა, რომ ყველა წლის დასაწყისში შეუძლია შეგვიწყვილოს ხელშეკრულება. ერთი თვით ადრე გაგაფრთხილებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეგიძლია შეგვიწყვილოს ხელშეკრულება. ამ დროს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კრედიტები აღებული. კარგავთ უზარმაზარ შემოსავალს იმით, რომ ამ ქსელმა უარი გითხრა. რატომ სჭირდება მას ექსკლუზივი? ექსკლუზივი სჭირდება იმიტომ, რომ ის მეორე კონკურენტი ყავდეს მუდმივად წნეხის ქვეშ. იცი რა, აი დააშავებ, ან სუდად მოიქცევი, მე შენ გაგიშვებ და მივიღებ მეორეს. მეორე უკვე მზად არის ჩვენთან შემოსასვლელად. ანუ თვლი, რომ თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურებთან ერთად, ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავარდებით. პარლამენტში რიგით მესამე ფასების კომისიის ხდომა უკვე თითქმის 2 საათია, რაც გრძელდება ადგილზე, როგორც მანამდე ვახსენე, საკვები პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს უსმენენ შეხვედრას. ჯამში ესწრება 13 კომპანიის წარმომადგენელი, BMG რა თქმა უნდა ადგილზე რჩება და უკვე შემდგომში გაკეთებულ შეფასებებს, რა თქმა უნდა, დღის ბოლოს გაგიზიარებთ. მადლობა ანუკეს, ანუკე ჯოხაძე იყო, რომელიც პარლამენტიდან მუშაობდა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ბიზნესი ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის პროცესში გამოწვევებს აწყდებენ, როგორც აუდიტორულ კომპანიებში აცხადებენ, ჯერ კიდევ 2017 წელს მიღებული წესი, რომლის ერთ-ერთი მიზანი სამშენებლო სექტორში დაბეგვის წესების მოწესრიგება იყო, პრობლემა არაერთი სექტორისთვის აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც ირკვევა ბუღალტრულად და შესაბამისი მოთხოვნის შესრულება რთული გამოდგა მომსახურების გამწევი, მაგალითად ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა მაგალითად ფიტნეს დარბაზები, აუზები, დაცვის კომპანიები. რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები ავანსით დღეს დაბეგვის პროცესში და რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში ამ თემებზე სტუმართან კრესტონ ჯორჯიას მმართველ პარტნიორთან დავით პაპიაშვილთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. მოკლედ კიდევ ერთი ისეთი აქტუალური საკითხი წარმოიქმნა საკადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, რომელიც ეხება ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ჩვენ როგორც ვთქვით, ეს ჯერ კიდევ თითქმის 10 წლის წინ შევიდა კანონმდებლობაში, რომ თქო წინასწარ ავანსი ან წინასწარ მიღებული თანხები იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით და საკუთარ ბევრ სფეროს შეეხო, მათ შორის სამშენებლო კომპანიებს. დღეს პრაქტიკაში რა გამოიკვეთა, რატომ არის ეს ბიზნესის ნაწილისთვის გამოწვევა, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მიმართულებით?
მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და პრობლემური საკითხია ძალიან ბევრი საშუალო და მცირე ბიზნესისთვის. მოდი პრეისტორიით დავიწყებ, ანუ საიდან იღებს სათავეს, ანუ ამ წესით დაბეგვრა, როგორც იცით 2017 წლამდე DRG-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა ხდებოდა ძირითადად საქონლის და მომსახურების მიწოდების მომენტში და მიწოდებამდე მიღებული ანაზღაურება არ იბეგრებოდა DRG-ით. 2017 წელს, როგორც იცით, შეცვლილი იქნა კანონმდებლობა და სამშენებლო კომპანიების, ესე რომ ვთქვათ, მიზეზად დასახელებული იქნა სამშენებლო კომპანიები, სადაც მიღებული ავანსების სანაცვლოდ ბინების მიწოდება მრავალი წლების შემდგომ ხდებოდა. აი ამ სამშენებლო კომპანიების მიზეზის გამო გავრცელდა ავანსის DRG-ით დაბეგვრის რეჟიმი, რა დროსაც DRG-ით დაბეგვრა ხდება როგორც მიწოდების მომენტში, ასევე მიწოდებამდე მიღებული ავანსის შემთხვევაში. რასაც მინდა გითხრათ, რომ ბიზნესი მაშინ ასე თუ ისე გაგებით მოეკიდა, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი ეს პროტესტი არ გაგრძელებულა, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ეს გასაგები იყო ეს ლოგიკა. თუმცა ეს გავრცელდა არა მარტო სამშენებლო სექტორზე, არამედ ეს გავრცელდა ყველა კომპანიაზე, როგორც თქვენ იცით, იშვიათი გამონაკლისების გარდა. უკვე რამოდენიმე წელიწადში გამოიკვეთა პრობლემა, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს სექტორის კომპანიებს, როგორც მაგალითად არის, დაუშვათ აი სააბონენტოს ტიპის ფასწარმოქმნით ვინც მუშაობს, აი დაუშვათ ყავთ 1000 აბონენტი და თვეში თითო იხდის 100 ლარს, ხო? ეს შეიძლება იყოს რაღაც სპორტ დარბაზი, შეიძლება იყოს რაღაცა სხვა გამოწერის სერვისის შემთავაზებელი კომპანია. აი ეს კომპანიები ძალიან მალე წააწყდნენ პრობლემას, რომ მათ ძალიან უჭირდათ და დღემდე უჭირთ აი მისაწოდებელი დასაბეგრი თანხების გამოანგარიშება და ავანსების გამოანგარიშება და ფაქტობრივად ეს მათ შემთხვევაში გადაიზარდა რაღაცა რუტინაში, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ მოაქვს, თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, თუმცა ამ კომპანიებს ეს ტვირთად აწევთ. აი რო წარმოვიდგინოთ, დაუშვათ კომპანიას ყავს 1000 აბონენტი, ეს შეიძლება დაცვის კომპანიაც იყოს, მაგალითად, აი 1000 კლიენტი ყავს და თითო იხდის სიტყვაზე 100 ლარს, ხო? თუ მოემსახურა კომპანია კლიენტს და თანხა არ არის გადახდილი, ეს უნდა დაბეგროს დაუშვათ ამ კომპანიამ, ხო? თუ თანხა წინასწარ იქნა გადახდილი, ესეც უნდა დაიბეგროს. შეიძლება კლიენტმა 5 თვის თანხა წინასწარ გადაიხადოს და დაიბეგროს ეს, მაგრამ შემდგომში კომპანიას 4 თვე აღარ კონდეს დასაბეგრი. ანუ რეალობა ისეთია, რომ კომპანიის ბუღალტრებს უწევთ ყოველ თვე ხელით, ანუ სათითაოდ იმ ყველა კლიენტთან მიმართებაში იმის დათვლა, რომ რამდენი იყო დასაბეგრი ოპერაცია, ანუ მიწოდება, რამდენი იყო ავანსი და ამის ან ჯამური თანხებით დათვლა ან თუნდაც პროგრამულად დათვლა ხშირ შემთხვევაში არის შეუძლებელი. ანუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ აი თლიანი ჩარიცხულ ავანსებს ავიღებთ, დაუშვათ გამოვაკლებთ რეალიზაციას და სხვაობას დავბეგრავთ, ხო? ესე მარტივად არ არის, იმიტომ რომ კანონმდებლობა ითხოვს სათითაოდ ყველა კლიენტის ინდივიდუალურად გავლას და ფაქტობრივად, როცა კომპანიები, საშუალო ესეთი კომპანიების შემოსავლები იზრდება და რაც უფრო იზრდება მათი კლიენტების რაოდენობა, შეუძლებელი ხდება ამის დათვლა. შეუძლებელი არაფერი არ არის, უბრალოდ ეს გადადის რუტინაში, ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და პრაქტიკაში ეს არის ხელით შრომა, ვინაიდან პროგრამული გადაწყვეტები რაც არსებობს ამისი ხშირ შემთხვევაში ბოლომდე, ანუ პროგრამის მეშვეობით ამის დათვლაც ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ ერთი და იგივე კლიენტი შეიძლება სხვადასხვა ტიპის სერვისი მივაწოდოთ. ამ შემთხვევაში გამოსავალი რა შეიძლება იყოს? ბატონ დავით, თქვა აი თქვენი ინიციატივა ზოგადად სექტორში ესეთი მოსაზრება ხომ არ არის, რომ რიგი სექტორები, თქვა გათავისუფლდეს ამ ვალდებულებისგან და ავანსის და წინასწარ ჩარიცხული თანხების დაბეგრვა არ მოხდეს და უშუალოდ მიწოდების ანუ რეალიზაციის მომენტში დაიბეგროს, თუ აი გამოსავალი შეიძლება ვნახოთ, რადგან თქვენ როგორც თქვით, თქვა რუტინულად, ტექნიკურად, თქვა რთული შესრულებელი არის ბუღალტრების მხრიდან. კი ბატონო, იცით, ჩვენ არ აგვაქვს ხა ისეთი რაღაცა მოლოდინები, რომ ვთქვათ, რომ ავანსების DRG საერთოდ გააუქმონ და ამას არც ვიტყვით ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ესე რომ ვთქვათ, ეს ამ წესის დაბეგრვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მაგრამ შეიძლება
იქნეს შემუშავებული, გარკვეული, ესე რომ ვთქვათ, გამონაკლისები, როგორი გამონაკლისებიც მაგალითად არსებობს კანონმდებლობაში, მაგალითად დენი, წყალი, გაზის მიწოდების შემთხვევაში, ან კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ავანსების დეგეგეთი დაბეგვრის წესი არ ვრცელდება, ხო? რატო არ ვრცელდება? იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი აბონენტი და კანონმდებელს ესმის ეს, რომ იქ ამის დათვლა არის შეუძლებელი, თუნდაც პროგრამულად, ხო? სხვადასხვა მიზეზის გამო. გამოსავალი აუცილებლად არსებობს და შეიძლება რამოდენიმე ვარიანტი განვიხილოთ აქ. მათ შორის გამოსავალი შეიძლება იყოს ავანსების დეგეგეთი დაბეგვრის მოთხოვნა, ესე რომ ვთქვათ, კომპანიების არა თვის ჭრილში, არამედ თუნდაც წლის ჭრილში. ანუ ერთია, როცა კომპანია წლის დეკემბრის თვეში დაბეგრავს მაგალითად იმ ავანსებს, რაც მიღებულია და წელიწადში ერთხელ დაითვლის ამას და მეორე არის, როცა კომპანიის ბუღალტერს უწევს ამის ყოველთვე დათვლა, ხო? შეიძლება ეს იყოს დეკემბერში გადათვლის პრინციპით, შეიძლება ბევრ ქვეყანაში სხვა შორის სადაც ავანსების დეგეგეს რეგულაცია მოქმედებს, არსებობს გამონაკლისი და განთავისუფლება იმ ნაწილში, რომ მცირე ზომის კომპანიებს და საშუალო ზომის კომპანიებს, ანუ ან მარტო მიღებული ავანსებით ბეგრავენ, რომ აი ეს სირთულე არ წარმოიქმნას, რომ რა არის ავანსი, რა არის მიწოდება და ამის სათითაოდ ხელით დათვლის პრობლემა არ წარმოიქმნას, ან მარტო ავანსების დეგეგი არ მოქმედებს და მარტო მიწოდებებით ხდება დაბეგვრა, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა ზომის კომპანიებისთვის საერთოდ გაუქმდეს ან ავანსების დაბეგვრა, ან პირიქით, მხოლოდ ავანსებით მოხდეს დაბეგვრა, ხო? და ესეთი პრაქტიკაც არსებობს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ანუ გამოსავალი კიდე შეიძლება ბევრი შევთავაზოთ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს, მაგრამ თავარი არის, რომ ეს პრობლემა მივიტანოთ ამ უწყებებამდე, ვინაიდან ეს არის პრობლემა. დღევანდელი რეალობა არის ისეთი, რომ ხო მე მთავარი დამავიწყდა და მეთქვა, რომ ის სექტორები, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, აი დავუშვათ ეს სპორტ დარბაზები და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ ავანსების დეგეგე რო გაუქმდეს, ბიუჯეტს არაფერი არ დააკლდება, ვინაიდან ხშირად ფულის მიღება და მიწოდებას შორის სხვაობა არის 1 ან 2 თვე. ანუ სამშენებლო კომპანიები, რისთვისაც იქნა ეს რეჟიმი შემოღებული, იქ ეს აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ავანსის მიღება, როცა ბინა იყიდება და ბინის მიწოდება, აქ შეიძლება წლები იყოს, ხო? ანუ დაშორება დროში ამ ორ მოვლენას შორის და რეალურად აქ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მარტში მიღებული თანხები დაუბეგროთ აპრილში ან მაისში, ხო? ანუ ეს არ არის ისეთი დანაკლისი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რომ რაღაცა მათ ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ბიუჯეტის მობილიზების პრობლემა ქონდეთ. მეორე მხრივ, ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ასეთი საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის, მათ შორის ეს მარტო პატარა კომპანიებს არ ეხება და მინდა ვთქვა, ეს მარტო მომსახურების გამწევ კომპანიებს არ ეხება. ეს ეხება საქონლის მიწოდებასაც. ხო, როცა ერთი და იგივე კომპანიას ბევრ სხვადასხვა საქონელს აწვდი და ავანსი ირიცხება, ზოგი ნაწილობრივ მიწოდება, ნაწილობრივ ავანსი, ეს სათითაოდ ხელით უნდა გაიარო. ანუ ავანსი რო ჩაირიცხა, რომელი მიწოდების ავანსი იყო, ეს ისეთი თანხა ხო არ არის, რაც უკვე დაბეგრილი გვაქვს და მეორედ არ უნდა დაიბეგროს. ანუ ეს არის ძალიან დიდი რუტინა. ამაში ყველა ჩვენი კოლეგა და ყველა პროფესიონალი ამ დარგის დაგვეხმარება და სხვა გამოსავალი რა შეიძლება იყოს ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევთავაზოთ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს. თქვენ სამშენებლო ბოლოს მინდა კითხოთ სამშენებლო სექტორი ვახსენეთ, რადგან მართლაც როგორც აღნიშნეთ თავის დროზე, აი ამ მათ შორის დიდწილად ამ სექტორის წესების მოსაწესრიგებლად იყო ხო დაბეგრის მიმართულებით, რადგან თქო თანხების მიღებასა და მიწოდებას შორის შედარებით დიდი დრო არის, შეიძლება 1 წელი მეტიც იყოს, ვიდრე სხვა ტიპის, იგივე მაგალითად ფიტნეს დარბაზი იქნება თუ აუზი, ხო? ამ შემთხვევაში ხომ ვერ ხედავთ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში, რომ გასასწორებელი არის ესეც თუ აქ რადგან თავის დროზე მეტი მომეტებული რისკად ჩაითვალა სწორედ ეს მშენებლობის სექტორი, ასე უნდა დარჩეს, როგორც არის ეს ყველაფერი. ვიცით, ხა ბუნებრივია, შეიძლება ბიზნესმა ძალიან ბევრი მოითხოვოს და მაგრამ რეალური მოლოდინები, რაც შეიძლება გქონდეს იგივე მათ შორის ფინანსთა სამინისტროდან, ეს ალბათ არის ის, რომ ამ რეგულაციას ისინი დიდი ალბათობით არ გააუქმებენ, ვინაიდან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ავანსების დეგეგი არსებობს და მათ შორის ევროდირექტივითაც ეს არის გათვალისწინებული, ხო?
თუ სადმე ამის გადახედვა შეიძლება მოხდეს, ამის გადახედვა უნდა მოხდეს და ეს ამან დიდი დანაკლისიც არ უნდა გამოიწვიოს ბიუჯეტისთვის, ხო? ყოველ შემთხვევაში ამაზე სამშენებლო სექტორმა უნდა იაქტიუროს, თუ ეს მათთვის არის პრობლემა და ნაწილობრივ შეიძლება ეს მათთვის იყოს პრობლემა. აი მათ შორის ბარტერული ოპერაციებიც იბეგრება ავანსის წესით, ანუ მიწის ნაკვეთის მიღება რო ხდება ბინების გადაცემის სანაცვლოდ ესეც იბეგრება, ხო? ანუ აი ბევრი ისეთი მომენტია, რომ სამშენებლო სექტორში შეიძლება გაუმჯობესების პოტენციალზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს არის როგორი თემა, იცით, რომ აი ეს სფეროები, რაც მე ჩამოვთვალე და მათ შორის ვაჭრობა, მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო მომსახურებას ეხება, ხო? ეს არის ისეთი კომპანიები, რომლებსაც შეღავათი რომ მიეცეთ დაუშვათ ავანსის დღგ-ს ნაწილში, ანუ ბიუჯეტს ბევრი არაფერი თანხა არ დააკლდება, იმიტომ რომ 1-2 თვის მერე ეს მიწოდება მაინც იბეგრება და მეორე მხრივ ამ კომპანიებს ძალიან დიდი რუტინული შრომა მათ შორის ბუღალტერიის სფეროში არსებულ პროფესიონალებს ჩამოაკლდებათ და ეს ხალხი ამ დროს სხვა რაღაცაზე დახარჯავს, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ ზოგიერთ კომპანიის პროფესიონალს ბუღალტერს ისე უჭირს ამის დათვლა, რომ მე თავის საქმე რაც არის შეიძლება ის ვეღარ გააკეთოს და იქ რაც შეცდომა დაუშვას, ხო? ანუ მოლოდინები ალბათ უნდა კონდეს რეალისტური. ყველა სფეროსთვის ეხა ამას ალბათ არ გააუქმებენ, ну, ნაწილობრივ ხარვეზები თუ რამე სამშენებლო სფეროშია, იქაც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამ რეგულაციის გაუქმებით, ან ნაწილობრივ გაუქმებით, თუნდაც დეკემბრის თვეში დაბეგვრით, ხო? დაბეგვრის მიდგომის შემოღებით, თუ ბიუჯეტს ბევრი არაფერი არ აკლდება. მაშინ უმჯობესია რომ ეს ნაბიჯი კომპანიის ბუღალტრებს, ფინანსისტებს უამრავი რუტინული შრომა დაეზოგება, დრო დაეზოგება თამაში, ხო? ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ერთი მინდა გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო, სამწუხაროდ აღარ გრჩებათ, რომ სხვა საკითხებს აუცილებლად დაუბრუნდებით შემდეგ გამშვებში. ძალიან დიდი მადლობა დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი. ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით დროებით.